გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ცუდ კომენტარებზე. რა ასე. მე მოგიყვებით ახლა ჩემს საკუთარ თავზე. მახსოვს, ახალი დაწყებული მქონდა მაშინ ტელევიზიაში მუშაობა და ახალი გამოჩენილი ვიყავი შაბათის შოუში და ანუ ძალიან ნერვიულობდი რა, ვაიმე როგორ მიმიღებს მაყურებელი, ვაიმე როგორ მოვეწონები, აბა კარგად თუ შევასრულებ როლებს და დამეფიცება მართლა ჩემს ყველა როლზე მართლა ნამუშევარი მაქვს, არქის წივიდექი ხოლმე რეპეტიციობდი, ნერვიულობდი, იმიტომ რომ მოვხვდი ისეთ ადამიანებს შორის, ვისაც გავიზარდე მართლა ეს უყურებდი და ვიზრდებოდი და ჩემი ფავორიტები იყვნენ და მოხდა ისე რომ გამიმართლა ცხოვრებაში და მოვხვდი სწორ დროს, სწორ ადგილას, თორე ჩემზე ბევრად ნიჭიერი ადამიანებიც არსებობენ, ამასაც ყოველთვის ვიტყვი. უბრალოდ გამიმართლა რა, მასაკანი ვითამაშე ისეთ პერიოდში, როცა ჟიურიში იჯდა ბანო ჯავახიშვილი, ალეკო მალხაზიშვილი და ამიყვანა ეს გადაცემაში. და კომენტარებს ყოველთვის ვუყურებდი ხოლმე, მაშინ ძალიან მკითხულობდი, აბა რა მოხდა, და მახსოვს ერთი კომენტარი ასაკოვანმა ქალმა დამიწერა თან. ასაკოვანმა ქალმა დაწერა რომ ეს გოგო როგორ მეზიზღება. განა ის რომ ამ გოგოს თამაში არ მომწონს, ვიზუალურად არ მომწონს და ამაზე არასდროს ჩემს ცხოვრებაში პრობლემა და პრეტენზია არ მექნება, რომ ვიღაცისთვის ვიყო ლამაზი, იმიტომ რომ მე არ გამოვდივარ სილამაზის კონკურსში. არ ვარ ვალდებული რომ ყველას მოვეწონო ვიზუალურად და რა თქმა უნდა, კაცო ეხლა სისულელე გემოვნების ამბავია, ზოგს ისმოსწონს. მაგრამ ანუ როცა ჩემს შინაგან ადამიანს ეხება ვინმე და წერს რომ მეზიზღება ეს ადამიანი, ანუ მივწერე რომ მე ქალბატონო, ანუ რატომ გეზიზღებით, ანუ რა დავაშავე, ამიხსენით რა დავაშავე, რატომ აი ეს ამხელა ზიზღი, რით დავიმსახურე, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში მე არ მახსენდება რომ ვინმესთვის ცუდი მესურვებინა, ვინმესთვის ცუდი გამეკეთებინა ბოროტულად, ან რაღაცა ვინმეს აი დამეცინა ცუდად. ბავშვობაში იყო ხოლმე ძალიან ეხლა რო ვიხსენებ, ძალიან ეროები მეშლება, მაგრამ ალბათ ეს ყველას გამოგვივლია და ყველა იმ ადამიანს ვისაც ოდესმე მე ოდნავ მაინც პატრაზე გული მიტკენია ბოდიში ვიხდი აქედანვე, მაგრამ ეს იყო რა თქმა უნდა დიდად გაუთვითნობიერებლად რა, ანუ შეიძლება ვიღაცის ფეხსაცმელი არ მომწონებოდა და მე თქვა რომ მე რაღაც ვია რა, თვითონ მე მეტიჩრა რა. მაგრამ აი ადამიანი მეზიზღება, რომელსაც არ ვიცნობ, ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ დამიწერია მსგავსი კომენტარი და მივწერე ამ ქალს, რომ მე ქალბატონო, რატო გეზიზღებით? ანუ რა მოხდა? რა დავაშავე? და ქალბატონის პასუხი იყო ასეთი: არა შვილო, მე შენ ძალიან მიყვარხარ, ეს როლი რომ მოგცეს, აი რატო მოგცეს ეს როლი არ მოგიხდა. ანუ მაშინ დაიწერა რომ როლი არ მოგიხდა, დაიწერა რომ აი ფიზიკურად უიმე რას დაამსგავსეს ეს ბავშვი, ან რას გავს, ან რამხელა ცხვირი აქვს, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, რომ დიდი ცხვირი მაქვს, ან რაღაც ან ბუტკუჩა, ან ფუტკუნა, ანუ არ მაინტერესებს მართლა, იმიტომ რომ ეს ვარ რაც ვარ, ჩემს ცხოვრებაში არაფერი არ გამიკეთებია არასდროს, ის ბიორევიტალიზაცია გამიკეთე ერთხელ და ძალიან მეტკინა და გამოვიკეთე და არა და ძალიან კარგია და უნდა გავიკეთო, მაგრამ ეს ვარ რაც ვარ და პრეტენზიაც არასდროს არავისთან არ მქონია. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, დაფიქრდით ყოველ ჯერზე, რას წერთ, სად წერთ, ვისთან წერთ და შეიძლება რომ თქვენი კომენტარის გამო ვიღაცამ ძალიან ინერვიულოს. შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ მე ფეხებზე მკიდია რას დაწერე. არავის არ კიდია, არავინ არ დაიჯეროს რომ ეხა ფეხებზე. მე მაგალითად ნამდვილად ვერ დავიკიდე ფეხებზე რომ რაღაცა ვიდეო დავდო და ყველა მცუდი კომენტარი დამიწეროს, ანუ ნამდვილად მეწყდება და გული მეტკინება. ასე რომ ნაკლები უარყოფითი და მეტი პოზიტივი და მეტი კარგი კომენტარი.